მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვართ ჯავახეთში, მეგობრებთან ერთად ჩამოვედით. 5 საათი ვიმგზავრეთ. წერზე ვართ სანადიროს წამოსულები. აგერ ბიჭები, გოგილო ისეთ კამუფლაჟია, წერი გვაფრინდება ვერ დაინახავს. აგერ საბუკა და გიორგი. ჩვენი ძაღლები, ჩვენი Subaru მაგარია. იმედია კარგი ნადირობა გვექნება. აბა, წავედით. არა გუცილები. არა გუცილებია, ხედავ. ოპა. Opa! Давай! Давай! Ахлос! Ой! О! Короче, нелисиарули უნდა რა. მოდი. დაღლის კარგად შეშო ჰელა რაფები. ჰელა. ჰელა. ჯრა თუ ვაფშე სასამალი ახლა დაღლის არა გამიგე. არაფერი რა ჩიქო. როი ახლო. ეტა. Молодец! არაფერს არ ღეჭავს შენი როი. ახლოში იყო ცოტა. კიდე იქნება აქ. მოდი. ნახე. გამხმარ ბალახშია, ხედავ შენ. ვერ ვიძახი ეგრე შენ. ოპა. რათ უნდა დაძახება როი ეძებს. როის რო ვასწავლოთ, მასე დაძახება. როის რო ვასწავლო, მასე დაძახება. კუძე უნდა გამოაბა ბუმის ქილები. ყავს ახლა მაგას. მეც მაგრად ჯერს ადახარ. კიდევ ნახავთ. დაუწია თაკაურობა. ო, აქ დარბის.
მოხდა. კაია, ნახესა ჩამოვაგდე? ჰაროი, მოდი, ჰა. ჰა, მოდი. ჰაროი. მოდი. მოდი, ჰა, მოდი. მოდი, სადგარ. დადო, როი, მოდი. როი, დანტა, რა, როი. ობა. კაი მანძილზე იყო ეს. მალადიც. ჰა? ბიჭო, მანევრი გააკეთა სროლის დროს. აი მაგ დროს მივხვდი რომ ორი ლულა. სიო. მე უთხარი წეგან გადმოდით თქო აქეთ თქო. ოპა. ესე ბიჭო. შორი იყო. ჰა, რა უკან. შორი იყო. არ გვეპატიება, გოგილო. მოდი. ჰა. აი ბიჭო. დავა. მალაძეც. მაგარი ხარ. მოდი. ფო. გაუჩი. ფეხში ამიფრინდა. 100 მეტრაში დგას. და ტიპა ჩამოაგდო. მოდი როი. აგერა. ო, თაზო სადარა ყავს. აგერა. ჰა. აგარია. ნუ აგოიმებ ძახს. თაგვი აწვალებს. მაინც გაყოჩულია, ხედავ, სადაფრინდა. მალადეც. მოდი ბიჭი. მოდი. ჰა? ჰაროი. ნელა. აპოსტა შეხ აღაღებებს შეიძლება. ო რა. აცილება არ ქონდა, აბა. არის აცილება შეჭება იმან არ მოკლა წვია. ჰა. აი ვიდი, მოდი მოგეფერო, მოდი მოგეფერო, როი. იცის რომ უნდა ამუარტყა. იცის რომ უნდა ამუარტყა. ხო არ შევიდეთ მაგაში.
მოდი. აკა. ასე აკორი. მე გამოგო. ჰა. ჰა. აჰა. იყევი და. ჰა. აი ვიცი ხარ? მერე. Right. Ah. შუაში ზის. რადო? ბიჭო კი? Sait. Ha. Hadi. Imagina-me, cara. Olha esse recado. Quanto ele eu não subi, eu vou olhar. Ha? Oh. Молодец, брат. Ой. Амаши иди. Арай, моди. Ха. Ха. Моди. Ха. 아코. 하나. 우가. 어이. 어디 우가. 어이. 어이 어디야.
ახანახე მოდი. ახლო. როი. აბა. ახანახე. აგერა. Agge. Ახლო. როი. ხო. ჰა? მოდი, ჰა, როი. ორი ერთად იჯდა. ჰა? ორივე მოსაკლავი იყო. ხო და ერთი რო აფრინდა და რო გაუყოლე მე მეგონა იმას ესრუდი. არა, მე ჩემი და შორტი. ის ერთი არ იყო შინაშუს, ასე წავიდა. როი. Hey! Hodi agge. ახლო. ნელა სიარულზე ფრინდება. ელა. აგე რაცი? აგე. მოდია. ვაი მოდია. Agge, sempre modi. Modi. Agge. Vai. Modi. Modi. Right. მეორე ჩამოსაგდები იყო. ჰა, როი. არ ვანახიოთ? Hodi bicho. Hodiya. Agena stop. Agena stop. აუყვეთ ამას. Kolombiya aŭყვეთ. Agena ფუტი ოქციტელი ნახე.
ამაში რა პონჩიზის ახლო. ოი ახლო. რაკა ცენტრა. მოდი. აი. მოდია. სამი აფრინდა. სამი? ხო. რა წავი? ერთი იქეთ წავიდა. მოდია. ის უდა გამოსული წელი იყოს ნაი. ნელა. ნელა აშა. დებდა. მოდი ვიჯო უკან. ნახე. ვახეთ ვეიზახე ფრიქოლა შეიძლება აგაგიფი ნახე აუღეთ ბოლო ახლო კაკა ვაი აი იქ იქნება კოკილო. მოდი. ვასაუბრ. აკე. კაკა. აკე. ჰაი. მოდია. კაკა. აკე. აკე გამონე. ჩავყვეთ? საით, იქეთ? არა, მოდი. ოი. tempra. ახლო. ჰაი. მოდია. ჰაი.
მოდი. დაბთა. ახლო. 어디? იდა იქნება. კი. მაშინ. თავში აქ ნაგლეჯი. მე რამდენი აღარ ვიცი. აქეთ ახედავ შუაშია. და მარტო არ ზის. მეტი არ გჭირდება. დღევანდელი ჩვენი ნადირობაც დასრულდა. სამწუხაროდ მეტი კადრის გადაღება ვერ მოვასწარი, რადგან დაждდა ჩვენი GoPro, ძალიან სიცივე იყო. ზუსტად 11 გრადუსი იყო, სადაც ნადირობდით. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 გრადუსით სხვაობა იყო ხონსა და ახალქალაქ შორის. ახალქალაქში ვინადირეთ წერზე. ძალიან ციოდა. საგრძნობლად დიდი სხვაობა არის ზოგადად ტემპერატურაში, 20 გრადუსიანი სხვაობა და კარგი ნადირობა გამოგვივიდა. 4 ადამიანმა მოკალით 65 ცალი, რამოდენიმე ცალი დაიჭრა. ცოტა მეტი შეგვეძლო მოგვენადირებია, აგვეღო ლიმიტები. 4 კაცი გამოვიდა და 80 ცალი, მაგრამ 65 ცალიც მშვენიერია, საკმარისია, მე ესე ვიტყვი. წერი უკვე მოზრდილი არის, აღარ არის ისეთი პატარები, ადრე როგორიც ხდებოდა და უკვე შეგვიძლია ვინადიროთ წელზე. სეზონის გახსნას რაც შეეხება, ჩემი აზრით, სექტემბრის პირველ კვირაში თუ გაიხსნება, ბევრად უკეთესი იქნება. იმიტომ რომ ბარში უკვე მწყერი ფაქტობრივად ჯერ არ ჩამოსულა, აწი წამოვა, მაგრამ
უკვე მიწევს თბილისში დაბრუნება და წერზე ვეღარ ვინადირებ. 28 აგვისტოს გავედი მშობლებაში და დაახლოებით 10 დღე ვერ ვინადირე კარგად, რადგან წერი ფაქტობრივად ბარში არსად არ იყო. 2 ცალზე და 3 ცალზე საუბარი არ არის. ეგ არანაირი შედეგი არ არის. აწი და აწიფრო წამოვა და მოკლედ ხო წარმატებები მინდა უსმო ყველა მონადირეს, განსაკუთრებით ხონელ ჩემს მეგობრებს, რომლებთანაც ძალიან კარგი დრო ვატარე ეს პერიოდი. ძალიან კარგი თავგადასავლები გქონდა, კარგი გასვლები გქონდა. გავიხსენეთ ძველი დრო 16 წლიდან ნადირობ ხონში და ძალიან მონატრებული ვიყავი აქ ნადირობაზე. ხო, სეზონი თუ გაიხსნება უფრო გვიან, დაახლოებით 10 სექტემბერს მაგალითად, ბევრად უკეთესი იქნება. ბევრად მოზრდილის იქნება მწერი, რადგან ბევრი ფაქტი იყო, მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ ფაქტობრივად ბარტყები, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ ეს ფრენა, შეიძლება და ან ძაღლს დაეჭირა, ან შემთხვევით ახალბედა მონადირეს მოეკლა. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ამით დასრულებულია. იმედია ისიამოვნეთ კადრებით. შემდეგი ვიდეო იქნება სავარაუდოდ უკვე ქედანზე ნადირობა, იმიტომ რომ ცხერზე ნადირობას ვეღარ მოვასწრებ. იმდენი საქმე მაქვს თბილისში რომ ჩავა. კარგი თავგადასავლები გველოდება, სამთაში შესაბამისად იხვი, შემოდგომაზე ქედანი, ქათამი და ასე შემდეგ. მოკლედ, აბადროებით მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა ყველა მაყურებელს, რომელსაც გამოწერილი აქვს ჩვენი YouTube არხი და კარგ კომენტარებს გვიწერთ ხოლმე, ძალიან მიხარია. ეს მაძლევს мотивაციას, რომ უფრო მეტი რაღაცა საინტერესო შემოგთავაზოთ, ხარისხი გავაუმჯობესოთ და უკეთესი ვიდეოები გადავიღოთ და დავდოთ. мотивაცია გამოძრაობს ყველა YouTubers, რომელიც არ არის დამოკიდებული YouTube-დან სარგებლობაზე, ან სარგებელზე, მონეტიზაციებზე და ასე შემდეგ. მაგას აჯობია ზოგადად YouTube-დან თუ შემოსავალი დამატებით იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება, არ მაქვს იმხელა გამოცდილება, ვთქვათ, როგორც შეიძლება გქონდეს ელემენტარულად თქვენ, მაგრამ რაც შემიძლია, მინდა გაჩვენოთ ეკრანებზე. ძალიან რთულია თან ინადირო, თან გადაიღო, მინდა აღვნიშნო და თუ რამე ისეთი კადრი ვერ დავიჭირე, არ გეწყინოთ. ძალიან რთულია თან ინადირო, თან გადაიღო, დაძაბული ხარ, ელემენტარულად ფიქრობ, აი კამერა თუ იყო ჩართული, აბა თუ არის ჩართული. ნადირობის დროს აემხელა 1 კილოგრამიანი მოწყობილობა გადევს თავზე და გაწუხებს, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენი მოვალეობა თუ დავიწყეთ იუთუბერობა, გაჩვენოთ ის საინტერესო კადრები, რომლებიც ჩვენ გადაგვდა თავს. ბევრს აღარ მოგაწყენთ, აბა დროებით წარმატებებს გისურვებთ და არ დაგავიწყეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა. აბა მომავალ შეხვედრამდე.